Solidarობა მინდა გამოვხატო ჩემი პიროვნული ჟურნალისტების მიმართ, ვისაც წელი დღეა არ ეძლებათ საშუალება, რომ თავის პროფესიულ მოვალეობაში შეასრულონ და მინდა გამოვხატო თანაც ჩემი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს დილიდან ამ ტელეკომპანიის ირგვლივ ხდება. Ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია ამ წუთში რა მოხდა, რის გამო მოხდა, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში დამფუძნებელი კომპანიის, უბრალოდ მმართველი კომპანიის პატრონი ეროსი კიწმარიშვილი არ მოქმედებს მარტო. ამ ეჭვის საფუძველი ჩვენ გაგვაჩნია მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე და მე მგონი რომ დროა რომ დამთავრდეს ჩვენ ქვეყანაში რაღაცეები. მე მგონი უკვე დროა ამის. და რაღაცა მე პირველ რიგში თქვენ გეუბნებით ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რომლებიც ძალიან მიყვარხართ. პირველ რიგში უნდა გამოფხიზლდეთ ჟურნალისტები. ეს არის მე მგონი თქვენი მისია. ჩვენ აქ არ ვართ მოსული არც ბატონი ეროსის და არც რომელიმე არხზე პასუხისმგებელი პირის დასაცავად. ჩვენ აქ მოსული ვართ იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თუ გაუჭირდათ, მათ თანადგომა აღმოუჩინოთ. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მათგანი შენობაში იმყოფება და ჩვენ მათ გულშემატკივრობთ და გვინდა ვიცოდეთ რა ბედი ეწევათ მათ. აქ ადამიანები უპირველეს ყოვლისა იცავენ თავიანთ თავს და თავისუფლებას, თავისუფალ სიტყვაზე. და შემდეგ რა თქმა უნდა გიცავენ თქვენ, მაესტროს ჟურნალისტებს. აი ნებისმიერი ადამიანი, მე მგონი ამის გულისთვის არის აქ მოსული. მე პირადად ამის გულისთვის ვარ აქ მოსული. ჩვენ მთელი საზოგადოება, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე უნდა დავდგეთ მაესტროსთან, რათა გამოუცხადოთ მათ სოლიდარობა, რათა მარჯვენა ხელი არაფერს არ ვამეტებ აბაში, არ მოტყდეს ახლა ერთადერთს თუ არა, ერთ-ერთს ყოველ შემთხვევაში ძალიან მცირე იმ თავისუფალი სიტყვის თქვათ გამომხატველ საქართველოში, როგორიც არის ტელეკომპანია მაესტრო. ამიტომ ამ სოლიდარობის თვალსაზრისით უყველა აქ ავარჩევ. როგორც რიგითი მოქალაქე ვთვლი, რომ მედიის თავისუფლების დაცვის ვალდებულება ვაკისრია თითოეულ ჩვენთანს, მოვედით სიტუაციაში გავერკვევით, არანაირად არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას კიწმარიშვილის ხელით, რომ მაესტრო გათიშოს და ან ხელში ჩაიგდოს და შემდეგ საქმე სასამართლოში გადაიტანოს, რომ ამით დრო მოიგოს და ჩვენ წაგვერთვეს საშუალება მივიღოთ ობიექტური ინფორმაცია. გარკვეული პროვოკაციების საფრთხე არსებობს, იმიტომ რომ ამ დრომდე კონფლიქტი არ არის ამოწურული და საჭირო არის ალბათ ჩვენი ყველასი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ტელევიზიამ არ შეწყვიტოს მუშაობა და ტელეკომპანიას და ჟურნალისტებს ჰქონდეთ იმის უზრუნველყოფა და გარანტია საზოგადოების მხრიდან, რომ მათ შეეძლებათ მუშაობა. პოლიცია საკმაოდ დიდი ძალებით არის მობილიზებული და წესრიგის დაცვის მაგიერ ჟურნალისტებს უშლის ხელს. აქედან გამომდინარე მე აქ ვარ ისევე როგორც დილით ერთ-ერთი პირველი ვიყავი და ეხლა ღამით აქ ვარ, რომ ვიდაიდან ჩემთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია. თავიდან ბოლომდე გვერდზე უდგავარ მაესტროს და აღშფოთებული ვარ დღევანდელი ეროსი კიწმარიშვილის აქციელი. ყოველ შემთხვევაში სახში ვერ დავждებოდი და ტელევიზიით ვერ ვადენებდი თვალყურს როგორ ჩაგრავენ ტელევიზიას. თავისუფალი სიტყვის მოდივარ და სამშობლოსის მოდივარ. 20 წელია. იგივე რუსთავი ორისთვის მოვედი შევარდნაძის დროს. იგივე სხვა დროსაც 20 წლის განმავლობაში მე რამდენად ეს სამშობლო მარტო ჩვენია. როდემდე შეიძლება